გამარჯობა. Გთავაზობთ 2025 წლის აპრილის თვისთვის ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით თქვენს ჰოროსკოპს. ამ ძალიან ცივი ამინდების და სეზონის შემდგომ კი დადგათ, რომ ნამდვილად ვიფიქროთ უფრო მეტად აქტიურ სამუშაოებზე. ეს შეიძლება იყოს გართობაც, პირადი ცხოვრებაც. აპრილში თქვენ არ მოგიწევთ მაინც და მაინც ზედმეტი ხარჯები, თუმცა თქვენი ფინანსური საქმეები გაუმჯობესდება და უფრო უკეთესობისკენ წაიწევს წინ. შეძლებთ იმასაც, რომ კარგი თანხის გამოყოფა მოახერხოთ მომავლისთვის და ასევე წინ წაიწევთ თქვენ შემოქმედებით პროექტებში. ნუ იტყვით უარს თქვენს მიზნებსა და გეგმებზე. უბრალოდ შეეცადეთ, რომ მუდმივად იმუშაოთ, რათა წარმატებას მიუახლოვდეთ. სასოწარკვეთილება ბუნებრივი იქნება, რადგან ცხოვრებაში ყველაფერი გეგმის მიხედვით ყოველთვის არ მიდის და შესაბამისად, როგორც წესი, ადამიანებს ურჩევნიათ, რომ არ იფიქრონ ცუდზე, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ თვალი გაუსწოროთ რეალობას. წარმატება არც პირველად მოდის და არც პირველად განიცდით მარცხს ცხოვრებაში. ამიტომ თქვენ აპრილში აუცილებლად დაგჭირდებათ უფრო მეტი ძალის გამოვლენა, თქვენი შესაძლებლობების სწორად შეფასება და ამუნარების განვითარება. აპრილის თვისთვის მთავარი რჩევა არის ის, რომ იყოთ თავმდაბალი და არ მისცეთ უფლება თქვენს ოცნებებს მთლიანად შეგიპყროთ. თქვენივე ოცნებები თავისთავად სასარგებლოც კია, მაგრამ თუ თქვენს ფანტაზიას ნებას რთავთ რეალობა გაფანტოს, ამან შეიძლება დამღუპველი შედეგები მოიტანოს. დარწმუნდით, რომ თქვენივე ჩანაფიქრები თანდათან გადაიქცევა მკაცრ და მკაფიო გეგმებად და ის არ გიბიძგებთ უფრო მეტი დრო გაატაროთ მხოლოდ ილუზიაში ან უაზრო ფანტაზიებში. ამიტომაც თარგმნეთ თქვენი სურვილები რეალობაში და შემდეგ შეცვალეთ თქვენი ცხოვრება. აპრილის სასიყვარულო ჰოროსკოპს რაც შეეხება, გაზაფხული სრულად დადგა, თავისთავად რაც ნიშნავს იმას, რომ დატკბეთ ცხოვრებით და სცადოთ რაიმე ახალი თუნდაც. თქვენი ურთიერთობები უფრო ნათელი და არაპროგნოზირებადი გახდება. ზოგჯერ ვნებების სიმძაფრე ისეთ სიმაღლეებსაც კი მიაღწევს, რომ შვიდ ცხოვრებას მიჩვეულები ცოტა დაბნეულები აღმოჩნდებით. ნუ შეგეშინდებათ ასეთი ცვლილებებისა და მოვლენების, რადგან ყველა ადამიანმა უნდა განიცადოს მრავალფეროვანი ემოციები, რომლებიც ცხოვრებას უფრო მეტად საინტერესოს მრავალფეროვანს ხდის. ამიტომაც მიესალმეთ აუცილებლად იმ გამოწვევებსა და ცვლილებებს, რომლის წინაშეც თქვენ დადგებით. ისწავლეთ შეცდომებზე და ისიამოვნეთ თუნდაც ახალი შეხვედრებით. აპრილი ძალიან ბევრმნიშვნელოვან ახალ ნაცნობობას გპირდებათ. მოერიდეთ იმ ადამიანებთან შეხვედრას, რომლებიც ზედმეტად დაძაბულები არიან ან იყენებენ უსიამოვნო მეთოდებს თქვენთან დასაახლოვებლად. მაგალითად, მათ ვინც ცდილობს რომ მოგატყუოთ და მოგაწოდოთ საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიცაც მე სხვა ადამიანები იყენებენ, ან სხვადასხვა ხრიკები, მანიპულაციები, ცრუ გეგმებში ჩართულობა და ასე შემდგომ. მიაქციეთ ამას აუცილებლად ყურადღება. ფრთხილად იყავით, ვინც ხართ საზღვარგარეთ, უცხო ქვეყანაში ადვილია გახდეთ რომანტიკული გრძნობების მანიპულირების ან თაღლითობის მსხვერპლი. აუცილებლად ესაუბრეთ თუნდაც თქვენს გარშემო პარტნიორს, მეგობარს, ადამიანებს გაუზიარეთ თქვენი აზრები, განიხილეთ ასევე მიმდინარე მოვლენებიდან, ნუ დაშორდებით ქმედებებსა და სიტყვებს, რომლითაც უშუალოდ თქვენ მოქმედებთ, ან საერთოდაც თქვენ ცხოვრების დევიზი შეიძლება იყოს. რაც შეეხება ქალბატონების შემთხვევაში, მინდა გითხრათ, რომ სიმტკიცე დაგჭირდებათ, რადგან ეს თვისება დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ სხვადასხვა საშიში ცდუნება, თქვენს გზაზე ყველაზე უჩვეულო თაყვანისმცემელს შეხვდებით და ზოგიერთი თქვენგანი განსაკუთრებით შეიძლება დაჟინებულიც კი გახდეს ყურადღებისა და ურთიერთგაგების ძიების პროცესისადმი. გარკვეულ მომენტში შეიძლება გაჩნდეს ცუნება ურთიერთობის დაწყების, რძილობის ან სიმპათიის გამო, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ასეთი მოტივები მატყუარა და ის იწვევს სინანულს. შესაბამისად, აპრილში ყურადღება გაამახვილეთ უფრო სუფთა ლამაზ სიყვარულზე, ურთიერთობის ფორმებზე. ეს ის გრძნობაა, რომელიც ნებისმიერი ურთიერთობის საფუძველი უნდა იყოს და ნუ მისცემთ უფლებას თქვენ გათვლებს ან მიზეზებს რომ მოტყუვდეთ. თქვენს პირად ცხოვრებაში ყოველი გადაწყვეტილების მიღმა უნდა იგრძნობოდეს გულისხმიერება, ასევე ცნობიერული მოქმედება და ნაბიჯიც კი. რაც შეეხება მამაკაცების შემთხვევაში, შეიძლება იყოს გარკვეული სირთულეები რეგულარულ პარტნიორთან ურთიერთობაში. ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ცუნება, რომ იპოვოთ დროებითი ბნება, მხოლოდ მოკლევადიანი ურთიერთობისთვის.
ოღონდ ვალდებულების გარეშე. არ უნდა დანებდეთ ასეთი ცდუნებებს, რადგან მათ შეუძლიათ მოკლან პატივისცემა და გაანადგურონ არსებული ურთიერთობაც კი ან შექმნან ისეთი პრობლემები, რომლის გამოსწორება ხანგრძლივ პერიოდად ან რთულ პროცესად შეიძლება ჩაითვალოს კიდევაც. ან თუნდაც საფრთხე შეუქმნას იმას, რასაც ამდენი დროის მანძილზე თქვენ თვითონ აგებდით და ცდილობდათ, რომ მისგან მნიშვნელოვანი ურთიერთობის ფორმა შეგექმნათ. აპრილში ის სიამოვნე ცხოვრებით და ყურადღებით, მაგრამ არ დაუშვათ ეს გრძნობები, როგორიც შეიძლება იყოს მორალურად უწმინდური გადაწყვეტილებების გზაზე ეს ხელს შეგიშლით. ფრთხილად იყავით, რომ არ დაარღვიოთ თქვენი რეპუტაცია წარმავალი ახირებებით და გახსოვდეთ, რომ სიყვარული პასუხისმგებლობას მოითხოვს პირველ რიგში. რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს აპრილის თვეში, ეს თვე იდეალურია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს უფრო მეტი დრო გაატაროს სამსახურში და ამავდროულად ის სრულიად შეუფერებელია ძირითადი პროფესიული მაგალითად მიღწევებისთვის. აპრილში უმჯობესია თავი შეიკავოთ ტენდერებში მონაწილეობისგან, დიდი ღონისძიებების გამართვისგან. ეს თვე ძირითადად გათვლილი არის უფრო აქტიური განვითარებისთვის, სტრატეგიების განსაზღვრისთვის და მოლაპარაკებების წარმართვისთვის. ყველა ორგანიზაციული საკითხი მომავალ თვემდე უნდა იქნას გადადებული. აპრილში უფრო უმჯობესია დრო დაუთმოთ მომავალი წარმატებებისთვის ნაბიჯების გადადგმას, მომზადებას, ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას, შესწავლას, განვითარებას შეეცადეთ, ასევე დაზოგოთ ფული. ამ თვეში ხარჯები ცოტა იქნება, მაგრამ დიდი თანხის გადადებასაც შეძლებთ. იმოქმედეთ უფრო გონივრულად. დაეცადეთ, რომ დავალიანებები თუ რამე გაქვთ წასული, დაიწყოთ მის გადახდასთან დაკავშირებული ნაბიჯების გადადგმა და იყავით უფრო გონივრული ხარჯვების გადანაწილებაში. მოერიდეთ რაიმე სახის ექსპრომტ შესყიდვებს. ყველა ძირითადი ხარჯი უნდა იყოს უფრო მკაცრად გაწერილიც და დაგეგმილიც. აპრილში შემოსავალი საკმაოდ კარგი არის ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ ამავდროულად ზოგ შეიძლება ბევრი სირთულე შეექმნას. კარგი ბიუჯეტისა და სტაბილურობის მთავარი მტერი არის სურვილები და უეცარი იმპულსები, რომლებიც წარმოიქმნება, როდესაც ადამიანები ხედავენ ფასდაკლებებს, აქციებს, პროდუქტებს, რომლებიც ადრე არ იყო ხელმისაწვდომი. ნუ დანებდებით ამ მოთხოვნებს და ნუ იყიდით ისეთ ნივთებს, რომლებსაც უახლოეს მომავალში თქვენ ვერ ან არ გამოიყენებთ. ასეთი ხარჯები ძირითადად ძირს უთხრის ბიუჯეტის სტაბილურობას და თქვენს ფინანსურ ეგრეგორზე შეიძლება უარყოფითად ან ცუდადაც კი აისახოს. სესხებთან მიმართებაში იყავით ყურადღებით, მსხვილი საბანკო გარიგებები თავიდან აირიდეთ და უმჯობესია ამის გაკეთება უფრო თვის პირველ ნახევარში, თუ ეს შესაძლებელია. მოგვიანებით კი თქვენ მიიღებთ უფრო სოლიდურ თანხას თქვენი უფროსებისგან, ასე საბანკო სივრცისგან და ასე რომ ხარვეზები ანაზღაურდება. იგივე ეხება გადასახადებს. ჯერ გადაიხადეთ რა და შემდგომში არ გამოიწვიოს დამატებითი ზარალი. კონფლიქტი მარეგულირებელ ორგანოებთან ან სხვა პრობლემები, რომელიც შეიძლება ფინანსურ ნაწილთან იყოს დაკავშირებული. გაითვალისწინეთ თუ როგორ მართავთ თქვენს ბიზნესს, ბიუჯეტს. მაგალითად, თუ თქვენ დაზოგავთ ფულს მანქანისთვის, შეეცადეთ მიაღწიოთ ამ მიზანს, მაშინაც კი თუ თვის განმავლობაში გსურთ შეცვალოთ თქვენი ყურადღება, ან დაახარჯოთ თქვენი დანაზოგი არა მანქანაზე, არამედ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე, ან რემონტზე და ნუ იჩქარებთ. უბრალოდ ეცადეთ იმას, რომ იფიქრეთ თქვენს გადაწყვეტილებაზე. ეცადეთ, რომ თქვენი ფული დაიხარჯოს უფრო გონივრულად და გეგმები ბოლო წუთს არ შეცვალოთ, ანუ მიყევით მას ბოლომდე და ესეთი სპონტანური ცვლილებები მაინც და მაინც მიზანშეწონილად არ ითვლება თვლის მანძილზე. რაც შეეხება ჯანმრთელობასაც შევეხოთ, ჯანმრთელობა აპრილის თვისთვის გაზაფხულის ფაქტიურად შუა პერიოდია, ყველა თავს შესანიშნავად იგრძნობს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც მგრძნობიარები არიან კლიმატის ცვლილებების მიმართ, შეიძლება პერიოდულად დაღლილობის, აპათიის შეგრძნებებით იყვნენ მოსილი და ეს პერიოდები დიდხანს არ გაგრძელდება და თავისთავად გაივლის, მაგრამ ამას მოთმინება დასჭირდება. გარდა ამისა, მუდმივი სტრესის შემცირება არ უნდა მოხდეს, მისმა გავლენამ შეიძლება შეასუსტოს ყველაზე ძლიერი იმუნური სისტემაც კი. ამიტომაც იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე პირველ რიგში. ეცადეთ, რომ თვის მანძილზე რეგულარულად მიირთვათ ხარისხიანი და ორგანული საკვები, მიიღოთ რაც შეიძლება საკმარისი სითხე და შეწყვიტეთ დიეტის მუდმივი რაღაცა ძებნა, მაგალითად საკვები რაციონის ცვლილებისთვის. თუ მაინც და მაინც გსურთ რაიმე ფორმით აწარმოოთ
კვების რაციონი დიეტის მხრივ მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს და ყურადღება უნდა მიაქციოთ კვების ჩვევებს. დაკავდით სპორტით, ზედმეტი დატვირთვის გარეშე და შეეცადეთ რაც შეიძლება ხშირად გახვიდეთ ქალაქიდან. საკვების თვითონ არჩევანი გადამწყვეტ როლს თამაშობს ადამიანის კეთილდღეობაში. ამიტომ ბოსტნეული ძალიან კარგია. ახლა დროა გადახვიდეთ ჯანსაღკვებაზე, შეიტანეთ ახალი ცოცხალი წვანილები თქვენს რაციონში, დაიწყეთ მცენარეული პროდუქცია, დაიწყეთ მაგალითად თქვენ თვითონ სახლში მომზადება საკვების. ამ გზით შეგიძლიათ იზრუნოთ საკუთარ თავზე და დაიხმაროთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართულ ფუნქციონირებას, რომელიც გაზაფხულზე შეიძლება სირთულეს წარმოადგენდეს. და ასევე ფრთხილად იყავით სითხის რაოდენობასთან დაკავშირებით, რადგან ძალიან მეტი სუფთა წყალი და არ ეცადეთ რომ არ უგულებელყოთ მაგალითად წყურვილის გრძნობა. გაზაფხულზე თუ გსურთ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოთ იდეალური ფორმები და ასე შემდგომ, ამისათვის არ უნდა გამოიყენოთ ექსტრემალური დიეტები ან რთული დიეტის ფორმები და სხეულისთვის საზიანო წონის დაკლების სხვა მეთოდები ან საშუალებები. აუცილებლად დაუკავშირდით პროფესიონალებს, დიეტოლოგებს, ენდოკრინოლოგებს და ეცადეთ რომ მათგან მიიღოთ რეკომენდაციები. ეცადეთ რომ არ გადააჭარბოთ ვარჯიშს სანაცვლოდ. იარეთ ლაშქრობაზე გაატარეთ დრო ქალაქგარეთ ან უბრალოდ ჩვეულებრივ შეგიძლიათ ისეირნოთ დილის საათებში სუფთა ჰაერის ფონზე ქალაქში. მე ასევე გირჩევდით იმას, რომ მიმდინარე წლის აპრილის თვეში ყურადღება მიაქციოთ თქვენი ნებისმიერი მიმართულებით ცხოვრების ყველა სხვა ასპექტს, რომელიც მეტ კონცენტრაციასა და ფოკუსირებას მოითხოვს თქვენგან. პირველი კვირა 1-დან 7 აპრილის ჩათვლით უმჯობესია დაიწყოთ სასიამოვნო აქტივობებით. უფრო მეტი სწორი განწყობა შექმნით მთლიანად აპრილის თვისთვის. შესაბამისად საკუთარ თავს მიეცით საშუალება იმისა, რომ შეხვდეთ მეგობრებს, უბრალოდ გაატარეთ შაბათ კვირა სასიამოვნო კომპანიაში. აი მეორე კვირასაც შეეხება 8-14 აპრილის ჩათვლით იდეალური დროა თქვენი ჯანმრთელობის აღდგენისთვის. ვარსკვლავების პოზიცია ხელსაყრელია ნებისმიერი კულტურული ღონისძიებისთვის, კონცერტები, კონკურსები, სპექტაკლები. ფრთხილად იყავით საუბრებში. თქვენი სიტყვები შეიძლება არასწორად იქნას აღქმული სხვა ადამიანების მხრიდან ამ დროის ინტერვალში და თქვენ საწინააღმდეგოდ იმუშაოს. მესამე კვირა 15-დან 21 აპრილის ჩათვლით ეცადეთ რომ მეტი სიხარული შემოიტანოთ თქვენ ცხოვრებაში, თუნდაც იზეიმეთ მცირე გამარჯვებები, რომელსაც მიაღწევთ. აუცილებლად შეაქეთ საკუთარი თავის სწორი გადაწყვეტილებებისთვის. პოზიტიურზე ფოკუსირებით მომავალში უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევთ და ასევე თავიდან აიცილებთ ემოციურ გადაყვას. ამ კვირაში უფრო ფრთხილად უნდა იყოთ გზაზე განსაკუთრებით თუ მანქანით მოძრაობთ ან საზღვარგარეთ აპირებთ წასვლას. რაც შეეხება მეოთხე კვირას 22-28 აპრილი, ეს უკვე თვის ბოლო პერიოდია და უფრო უკეთესი იქნება შემოქმედებითობას დაუთმოთ დრო. შეადგინეთ სიარისი დასრულება ან შეცვლა გსურთ. დაისახეთ მიზნები, რომლებიც დაკავშირებული იქნება თქვენს განათლებასთან, თვითგანვითარებასთან და საუკეთესო დრო არის გაუმჯობესებისა და სწავლა-განათლებისთვის, ცოდნის მიღებისთვის, ამ მიმართულებით განვითარებისთვის. მოკლედ, ჩემო კარგებო, თქვენთვის აპრილისთვის ზოგადი ასტროლოგიური ტენდენციები და სურათი მოგახსენეთ. მე არ მუშაობ ასტროლოგიურ რუკებზე და შეგიძლიათ ამ მიმართულებით არ მომმართოთ, უბრალოდ ეს არის საჩუქარი საიტ ლუმინარას გამომწერებისთვის, მათ ვისაც ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი საიტი Luminara arcana.net თქვენ ეხლაზე ეკრანზე ნახავთ გადმოსწერის აპლიკაციას თუ რომელი აპლიკაცია უნდა ჩამოტვირთოთ თქვენს ტელეფონში რომ გახდეთ Luminaras წევრი ეკრანზე გამოჩნდება ასევე საიტის კოდი აპლიკაციის გადმოწერის შემთხვევაში თქვენ შეგეძლებათ გექნებათ ამ საშუალება იმისა რომ ამ კოდის საშუალებით გახდეთ წევრი Luminarasi. ასევე ამ საიტზე არსებობს დახურული ფასიანი ჯგუფი, რომლის აფასური თვიური სააბონენტო წარმოადგენს 15 ლარს, 6 თვის გადახდის შემთხვევაში კი 60 ლარი, ანუ თვეში 10 ლარი გამოდის. აქ უკვე იდება უფრო განსხვავებული ინფორმაცია, უფრო საინტერესო, უფრო რიტუალები, პრაქტიკები და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაციული მასალები. ასევე ადამიანები, რომლებიც გახდებიან ფასიანი ჯგუფის წევრები, მათ ექნებათ საშუალება არც უკვე დასრულებული 12-დღიანი მანიფესტაციის ესე ვიტყოდი მონაწილეებიც კი გახდნენ. მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის და გელოდებით გახდით Luminara arcana.net საიტის გამომწერი და წევრი.